მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტრადიციულად ვიწყებთ ჩემს ავტორო გადაცემას თუთის სოფელი. როგორც მოგეხსენებათ, ეს გადაცემა მიძღვნილი არის გვარების წინამძღვრთა დარბაზი. ხოლო დარბაზი შექმნილი არის და დაარსებული არის და სახელობის არის ილია მეორის, ჩვენი უწმინდესის. და აგრეთვე კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვხატოთ ჩვენი საქართველოს, გამოვხატოთ ჩვენს მოსახლეობას და მიულოცოთ თან, რომ ილია მეორე დღეს არის ეცარში, იქიდან გვიყურებს, იქიდან გლოცავს და აუცილებლად მისი იმედი ყოველთვის გვექნება. ძვირფასო მეგობრებო, როგორც იცით, ყოველთვის გადაცემის მსვლელობისას მოყავს გვარის წინამძღვრები ან გვარის წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი გვარის მცირე ისტორიას, რა თქმა უნდა, რასაც ვასწრებთ იმედი საათის მანძილზე, 45-40 წუთის მანძილზე გადასცემენ, რათა მომავალმა თაობამ ცოტათი მაინც იცოდონ და ოცლად კიდევ წიგნებს უშვებთ და სხვადასხვა ფორმატით ვაცვლით ჩვენს მომავალ თაობას. ეხლა კი ჩემო მინდა პატარა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რომ 2 აგვისტოს ვექნება ძალიან დიდი შეხვედრა სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში. 2 აგვისტოს 12 საათიდან დავიწყებ შეკრებას და იქ იქნება პარაკლისიც, იქნება სხვადასხვა ღონისძიებები, ისე რომ მინდა გავაფრთხილო ყველა გვარის წინამძღვრი აქედანვე და ყველა გვარიშვილი, ვისაც სურვილი იქნება, რომ მოგზაურდეს და დაესწროს ამ ღონისძიებას. ზუსტად შემოგვიფასებო რაიმე არ შემეშალოს გვარის წინამძღვრები ორთავე თვითონ წარმოგიდგენენ თავიანთ თავს და თავიანთ თავის წარმოაჩენენ ბიბზადებით. მოგესალმებით, ბატონო მოწვევისათვის საიხარით. მე გახლავართ დავით ონოფრიშვილი, ონოფრიშვილების გვარის არჩეული წინამძღვრი. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ჯართული ვიყოთ ამ საგვარეულო საქმიანობაში. გვარების წინამძღვრთა დარბაზის ვარ. ჩვენთან ერთად ბატონო ირაკლის საზოგადოება მარიცი რამდენად იცის. და ვცდილობთ, რომ ზოგადად ეს რაც უწმინდეს ერთ-ერთი ჩვენი გვარის წინამძღვრთა დარბაზის რეგისტრაცია გავიარეთ, ერთ-ერთი დამფუძნებელი და მომავალში კიდე რაღაც სურპრიზები არის და მე 2 აგვისტოს მოვახსენებ. ეხლა თქვენ ძალიან მოგესალმებით. მეც ასევე სულდაგულით მოგესალმებით ტელემაყურებელს, მესწავლებით ქართველებს. ღვთისმსხალობა ამოგაკლოთ ღმერთმა, ყოველი დღე, ყოველი წუთი ცის განკუთვნილია. წარმოადგენ გვარი დაღუნდარიძეების დაღუნდარიძე, შემდგომში ეს რუსულმა ენამ მოიტანა ტერმინოლოგიამ და დაღუნდარიძე დაიწერა დაღუნდარიძე დღესდღეობით ძალიან ბევრი არის დედმამიშვილობაშიც, ბიძაშვილობაშიც არის დაღუნდარიძე და არის დაღუნდარიძე, მაგრამ ასე ვთქვათ, ფუძე მაინც და პირველი გვარი არის დაღუნდარიძე. გვარის წარმომადგენელი წინამძღვრი გახლავართ, არა ჩემამდე იყო ადამიანები და იყო კერძოდ ალებადონო ჩემო აკაკი პარმენიძე დაღუნდარიძე, ჯერ კიდე სკოლის მოსწავლე იყო, როცა მას დაინტერესდა გვარის ამას შემდგომში. როდის დაილოცა გვარი და შეკითხვები იცით და გვარზე როდესაც ეს ტრადიცია ფაქტიურად გვარების დარბაზი უწმინდესი უნტერსი ილია მეორის კუთხებით შედგა ყველაფერი ეს, რაც ემსახურება გვარების გაძლიერებას, ერთმანეთის ცნობას, იმიტომ რომ გვარი პატარაც როცა არის ჩვენი გვარი 300 ადამიანამდეა სულ და არის გვარები 1000-ობით და რამდენიმე 1000-იანი, რომ ყველა 12000-იანი რომ ზუსტებს არ ვიტყვი და ვერც ვიტყვი ყველა გვარის რა თქმა უნდა, მაგრამ თავარი რომ ეს ადამიანები ერთმანეთს ისე არ იცნობენ და სწორედ ამ გვარების დალოცვა ამ შეხვედრებმა გამოიწვია ის, მაგრამ ჩვენ ონოფრიშვილები დავილოცეთ 2012 წლის 10 ივნისს, აი ზუსტად დღეს ფაქტობრივად ამ პერიოდში
და 14 წელი გავიდა. 14 წელისთვის ჩვენ უკვე ვეზადებით სერიოზულად, იქნებოდა ახალი წესდება შემოვიღოთ, აღმოსობაში მქონდა რამოდენიმე შეხვედრა, მაგრამ ყოველ რამოდენიმე წელშიც რო ხდება გვარი უკვე კარგია, იმიტომ რომ ახალი თაობა მოდის, რომლებიც თქვათ თუ ადრე ახლებურად 10 წლის იყვნენ, 15 წლის იყვნენ, გავიდა ახლა 10-15 წელი, ის ხალხი 30-35 წლის არის, ვინც უკვე გახდა 60, 32-35 და ახალი პატარები იყვნენ და დღეს უკვე შეუძლიათ და უხარიათ, როცა თავის გვარის ხალხს იცნობენ. თვითონ ონოფრიშვილების გვარი ონოფრე მღვდელიდან მოდის, რომელიც დასახდა კასპიის რაიონის სოფელ კავთისხევში და კავთისხევიდან არის ჩვენი გვარი, ონოფრიან თუბანის არსებობს, ეკლესიაც არის. მე-16 საუკუნეში სამცხე-ჯავახეთიდან იყო ჩამოსახლებული, მაშინ ბევრი გვარი და ბევრი გვარი ზოგადად სამცხე-ჯავახეთიდან არის, რომელიც შემოსახლებული უფრო შიდა ქართლში, ქვემო ქართლში. და მაგრამ გვარი ნაწილი, დიდი ნაწილი რა თქმა უნდა დღეს თბილისში ცხოვრობს თავისთავად. 100 ადამიანი თვითონ სოფელ კავთისხევში არიან კახეთში ყველაზე შემდგომი ძლიერი შტო ეს არის ყვარელი ახალსოფელი ასევე იმერეთში არიან და როგორც ყველა გვარი გაფანტულია ძალიან არის იმერეთი რუსთავში რამდენიმე ის იმერეთში კრიბული და ქუთაისია ძირითადად 7-8 კაცი და ასე ვთქვათ, შესაძლოა მეტი გვაქვს ჩვენ ვიკონტაქტოთ, იმიტომ რომ მაინც არა ვართ დიდი რაოდენობის და საკმაოდ ყველა სიამოვნეს და გვიხარია, რომ ერთმანეთთან ეს ურთიერთობა არსებობს და გვინდა ეს კიდევ უფრო გავაღრმავოთ. თვითონ ჩემი შტო, ანუ ჩემი დიდი პაპა, მამაჩემის პაპა იყო ივანე მღვდელი, ესე ეძახოდნენ სოფელში მღვდელსახური იყო, მისი მამა და პაპაც დეკანოზები იყვნენ სოფელ კავთისხევში და მიმდებარე სოფლებში და თავად ივანე მღვდელი 24 წელს 24-ში სამწუხაროდ დახვრიტეს ეგზეკუცია მოხდა მისი, აი როცა საჯანყება იყო, მაშინ ბევრი რელიგიური პირი იქნა დახვრიტილი და ჩვენ საფლავიც არ ვიცით, სად როგორ იყო ოკუპაციის მუზეუმში მისი სახელი და გვარი არის ნახსენები დაკუბურთან სიაში. და შემდგომში ეს გვარი რა თქმა უნდა ძლიერდება, ყავდა ცნობილი პიროვნებებიც, მაგალითად ირაკლი ონოფრიშვილი, ცნობილი ოპერატორი იყო, რომელიც სოციალურ რეჟისორებთან მუშაობდა ფილმი რეკორდი, თუში მეცხვარე, მის მიერ ოპერატორობისას უჩხი ბერნიერი და მრავალი სხვა ყველა ცნობილ რეჟისორთან ამუშავარი ადამიანი. მამაჩემი თვითონ იყო ასევე თენგიზ ონოფრიშვილი, ამასაც რელიგიასთან ჰქონდა თავისთავად ურთიერთობა, რადგანაც რელიგიის საქმეთა რწმუნებული იყო, როცა უწვიდესი გახდა პატრიარქი, ასე ვთქვათ, ჯერ მოსაყდრე და შემდგომ პატრიარქი 77 წელს. და ამიტომ ჩვენ გარკვეული საფრთხეებიდან ვიცნობდი უწვიდეს ჩვენი ოჯახს ის იცნობდა კარგად და თავის დროზე, როდესაც უწვიდეს ის ილიანოვის გაპატრიარქება მოხდა ინტრონიზაცია, საკმაოდ პერიოდი იყო იქ. ვთქვათ ასე, რომ შეიძლება ითქვას, რომ ბევრს არ სურდა მისი ასე ვთქვათ გაპატრიარქება იყო გარკვეული. როცა ის მოსაყდრეთ აირჩიეს მაშინაც და შემდგომ პერიოდში, ასე რომ სანამ ინტრონიზაციის ერთი თვის პერიოდში მთელი შეჭრა იყო საპატრიარქოში ბეჭდის მოპარვა მეორე მხარე პოლიტიკურს და ზეგავდინებს წერდა წერილს, რომ არასოდეს ჩატარდა, ну ძალიან რთულად და არის პერიოდი იყო, რომ დიახდა, მამაჩემს თავისთავად ეს ურთიერთობა როგორც გაგზავნა ცხადია, რომ ის როლი მიუძღვის, რომ სწორ დროს სწორ მხარეს იდგა და რაც მის მხრიდან შეიძლება გაკეთებულიყო, ის არის ყველაფერს აკეთებდა. მაშინ თვითონ ჩვენ ვიცით, რომ იმ პერიოდში თვითონ ძალიან დასუსტებული იყო თავისთავად ეკლესია, საბჭოთა პერიოდში ცხადია, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ეკლესიაში შეზღუდულად ეარა ხალხს
მაშინ მარქსიზმის იდეები იყო მთავარი და რელიგიური მიმართულება ცხადი იყო და ნაირად შეზღუდული იყო და შესაბამისად როცა უწმინდესი იქნა არჩეული მაშინ ალბათ ვერ წარმოედგინა მაშინ და ხელისუფლება საქართველოში პირველ რიგში კომუნისტური ხელმძღვანელობა იყო რომ პირველივე წლებიდან პატრიარქი უწმინდესი ნეტარესი მეორე საკმაოდ სერიოზულ ფიგურად იქნა პირველივე წლებში და ეს ძალიან შემაშფოთებელი იყო მაშინდელი ხელისუფლებისთვის თუმცა აი ესეთი ხა გამოცემულია წიგნები თვითონ საპატრიარქოს გამოსა ისტორიის ასე ვთქვათ გახსნილია სადაც აი ჩანს რომ მამაჩემბერგის წვრებული იყო სახელმწიფოს მხრიდან იყო ეს დღესაც არსებობს ესეთი ინსტიტუტი სულ ამ პერიოდში არსებობდა და მაგათა წერილები არსებობს როცა ეს ხადა შეთანხმებული იყო როგორც წერს ვთქვათ მინისტრთა საბჭოში ამ შემთხვევაში მამაჩემს უწმინდესი რომ გვინდა რომ კალენდარი გამოუშვათ აი რადონეზე საერთო კალენდარი პატარა და დიდი გამოუშვათ ჟურნალი და მაშინ ჯვარი ვაზიცა გამოვიდა პირველი ჟურნალი და ეს თანხმობები იყო მიღებული და წინასწარ ეს თანხდებოდა რომ ამაზე ერთადია უარს არ ეთყოდნენ და იქ წერილში ძალიან კარგად ჩანს რომ აი სხვა ქვეყნებში არის ეს კალენდრები იბეჭდება და შეიძლება რომ ჩვენთანაც დავაბეჭდოთ აი ამ დონეზე იყო ასე ვთქვათ მაშინდელი ხელისუფლება რომ ფრთხილად უდგებოდა ამ სამარა უწმინდ ილია მეორეს შემდგომში 59 წელი იყო ჩვენი პატრიარქი და ყველას დაანახა ახლა არ პირველ წლებში იყო ეს ცოტა გასაოცარი მაშინდელი ხელისუფლების და მან ფაქტურად გადადგა ურთიერთობები ინტელიგენციასთან ხშირი შეხვედრებით კინემატოგრაფისტებთან მაშინ დაიწყეს გადაღებები გარკვეული საქართველოს ძველი ისტორიები თურქეთში, ჩვენ ძეგლებიზე, ირანში და დაიწყო ასე ვთქვათ მთლიანობაში ქვეყანაში ყველამ კარგად ვიცით აღშენებულობა ეკლესიების მაშინ ფაქტურად თუ რაღაცა რამდენიმე ათეული ეკლესია იყო მოქმედი დღეს არის 1000 და მეტი ემსახურება მიმდინარეობს და ისაც სურვილი აქვს და რაღაც ყველა რაღაც დონეზე არის ძალიან ბევრი ხალხი მოbrunდა ეკლესიაზე ფაქტურად გარდათ ეხა იყო რაც უწმინდესმა გააკეთა Diolch მოგხსენებთ ისე ჩვენი არის შესაძლებლად გვარი დაუნდარეძები ძირითადად საეკლესიო ესეც გლეხთა შთამომავლობით მოვდივართ საეკლესიო გლეხები საეკლესიო გლეხები გვარი არის ნიკორწმინდის ეკლესიის administratively გვარი არის მკვლევარი პროფესორი აზორ სიჭინავამ მოიკვლია საკითხი მოკლედ და 1591 წლიდან 15-16 საუკუნიდან ძირითადად იყო შეგვარი ბუდობდა მაშინ სოფელი მეტეხარა რაჭაში არის ეს და მე დამაინტერესა ძალიან ეს მეტეხარა მაინც და आज გარდაცვლილი ლევან პროიძის იმით ეს არის ასოცირებული არის ამბროლაურის რაიონთან ახლანდელი ამბროლაური და როგორც თქვენ ძანეთ როდონდავით მაშინაც საეკლესიო ისა ძირითადად შეზღუდული იყო ყველანაირად ისა ლოცვები წირვა ისინი და ამის შემდგომ გვარი მეც ძალიან დავაინტერესა მაგრამ მაინც ყველაზე მეტად ესე იგი მაინტერესებდა ეს გვარი საიდან მოდიოდა თვითონ და ვინ იყო ამ გვარის პირველი დამწყები ამ გვარის შვილობის შესახებ რომელიც აი თქვენ ძანეთ ბატონო ირაკლი რომ დიდი საქმე გაკეთდა ძალიან როცა შეიქმნა დარბაზი ასე ვთქვათ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და იქ წარმოჩენილი იქნა გვარის წინამძღოლები ყველა უამრავი გვარი ჩემი გვარი მოგძალებული მეორე დააფუძნოთ მის სახელმწიფო უწმინდესის იმით იქნა ესა და 160-170 ასე ვთქვათ ოჯახი მოიცა ძალიან ბევრი უცხოეთში არიან მით უმეტეს ეხლა დღეს ასეთი მაგრამ აი გვარში ყავს მართლაც გამორჩეული მაგალითად Tamar Daundaridze, ქალაქ ქუთაისის მესამე სკოლის დირექტორი იყო
დიდებული ადამიანი და დიდი განათლებული, გარდა იმისა, რომ ის სკოლის დირექტორი იყო, ამავე დროს იყო დიდი აღმზრდელი და ძალიან დიდი მეცნიერები მოღვაწენი აღიზარდა იმ სკოლიდან. Sadoni Temuri Shashiashvili Kutaisის ყოფილი მიერი გუბერნატორი იმერეთის სკოლა დამთავრებული. ივანე სასული თამარი იყო გამორჩეული ადამიანი, ასეთი ყავდა და ყველა გოცულობდით რომ ეს გავს მართლაც ასეთი, მაგრამ სამწუხაროდ ადრე გარდაგვეცვალა გვარიდან. შემდეგ მისი ძმა ამირან დახუნდარიძე ესეც ძალიან დიდად მშენებელი კაცი იყო, მთელი საქართველო იცნობდა მის საქმიანობით, ძალიან დიდი ინტელექტის და ძალიან დიდი შრომელი ადამიანი იყო, გამოირჩეოდა მართლაც სიკეთით სიყვარულით და რასაც აღერ ჩვენი გერბი რომელიც შემუშავდა, გულით დაგვაქვს სიყვარული, ამირანი იყო დიდი ადამიანი, რომელიც ატარებდა მართლაც ასეც, ის იყო მასმეძერი ყველგან, ყველაფერში. დიდი სტუმართმოყვარე, მოჭერნახული კაცი იყო. ამირანს დიდი შთამომავლობა და დიდი ოჯახი. რომელი ხატი აირჩია გვარმა? გვარმა აირჩია წმინდა გიორგის ხატი. ოჯახებში გადადის ეს ასეთი ბავშვ დიდი ფერმერი და შალვა კერაძე მისი შემოქმედებით მოიჭედა აი ოჯახებში ძირად ღირებული ხატი, ესაც წმინდა გიორგის ხატი და წმინდა გიორგი ახლა როგორც ქართველი არის მფარველი და ყველაზე საპატივცემულო წმინდანი ჩვენი საქართველოსთვის. მგონი მე-16 საუკუნის დასაწყისში დაიწყო. პირველი თქვენი გვარის გვარი დალოცა გელაჩი მოხდა ახლა ვინაიდან მაინც შემდგომი ბუდე ჩვენი დაღუნდარიძეების არის სოფელი გურნა, ტყიბულის რაიონი ოკრიბა, ასე ვთქვათ, ოკრიბის ტერიტორიაზე, ეს გურნა ცნობილი სოფელია ძალიან. იქ როცა ეს ლეხობა ეწეოდა მიწათმოქმედებას, იცოდა და მესაქონლეობა იყო განვითარებული, ეს იყო ძირითადად იყო რკინის საბადოებით წავს. ხო და იქედანაც მოდის ეგ ამბავი, რომ ესე იგი ამ რკინის მკვეთელები და შეარქვეს ამ ხალხს, რომ ესე იგი ყველაფერი თუ რამ საჭირო იყო სამეურნეო და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა რკინისგან იმაშებოდა, ათმობდნენ და აკეთებდნენ ეს სახნის იქნებოდა, გუთანი იქნებოდა და თუ რამ და ასე შემდეგ და ყველაფერი წერაქვი იყო თუ რამ და მოხდა ესეთი აი პატარა ჩანაწერია, ესეთი ისტორიული ჩანაწერი, რომ ერთ დღეს დიდი ელვა ჭერხაკუხილის შედეგად როცა წარმოიშვა ესეთი რამ მაშინ იყო ეკლესია აშენებული იქ ხის ეკლესია იყო წმინდა გიორგის სახელობის ვადაშორის და წაიკიდა ცეცხლი რა თქმა უნდა ამერზე დაარტყა და წაიკიდა ცეცხლი და ხალხმა აკითხა მაშინ რომ ეს იყო ესე იგი ღვთისმსხლისგან ალბათ და ასეთნაირად რომ მოხდა და ესე მთელი ეს სოფელი გაიხიზნენ ტყეში სამხრეთით იქ ნუ ასეთი ისტორია მაგრამ ვინაიდან შემდგომში მე გამიტარდა ესეთნაირად ხალხმა არ დაგარგა თავისი ადგილმსამყოფელი საცხოვრებელი სადაც ჰქონდათ სახლი და ძირითადად დაბრუნდნენ იქა და ესე იგი გურნა ასე ვთქვათ ჩვენი მამა პაპების ჩვენი დიდი წინაპრების საადრასო აი იქიდან მოდის და შემდგომში ამ გურნადან ბევრი ესე იგი დასახლებული არის ქუთაისში დასახლებული არიან წითელხევში რამდენიმე 15-20 ოჯახი არაჩვეულებრივი ხალხი იქაც აი ავტო საეკლესიო პირები არა შემდგომ არა მაგრამ ძალიან ბევრი ყავს აი ახლა მაგალითად ერთ-ერთი ბორია ბორისი ასე ვთქვათ დახუნდარიძე ერთ დღესაც მოვაწევს მაშინ გპი ახლა სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორი გახლავთ ენერგეტიკის დარგში არაჩვეულებრივი დიდებული ოჯახია გამოჩენილი ასეთი ხალხი ყავს ასევე კახეთში ყავს თელავში ბატონო ჩემო თელავში რამდენიმე ოჯახი იყო ასეთი თომა ყავდა დაღუნდარიძე რომელიც ძმათაგან ატარი წავიდნენ თელავში დასახლდნენ ხა და იქიდან თომას იგიდან მე მოხდა დიდი ისა და მე კიდეც ვამბობდი თქვენთან ბატონო ირაკლი რომ არ მოგვეცა იმის საშუალება რომ გოგლა ყავდა ასეთი დიდებული ადამიანი რომელმაც შეისწავლა ჩვენი გვარის ისტორია აქეთ ამხარე მაინც კაკახეთის მხარეზე ვინც გადმოვიდა
და ძალიან დიდი ისტორია ჰქონდა და 94 წელიწად გადაგვეცვალა და ვერ მოვასწარეთ ამ კაცთან. ამ ისტორიას კარგად უნდა მოვუყაროთ და გაიძეგნა უნდა გავაუშვოთ. კი ბატონო, ჩვენი გვარი როცა დაიელოცა, მაშინ ეხლა როცა ელოცება წესია თავისთავად რომ ხატი რომელიც შეირჩევა გვარის ხატი რა არის, როგორც ჩვენ წმინდა გიორგი ჩვენიც წმინდა გიორგი თვითონ კავთურის ხეობა, სადაც კავთის ხევია, ბევრი სოფელია, რამდენიმე ათეული და ყველა ამ სოფელში წამყვანი ყველა სოფელში ერთი კი არა ორიც და სამიც ახome წმინდა გიორგის სალოცავი ეკლესია და ხეობაშიც საკმაოდ დიდი ოდენობითაა გამორჩეული ამით და თავკავთობა არის ესეთი დღესასწაული, რომელიც სხვათა შორის იყო 7 ახლა გუშინ 7 ივნის და მეორე დღეს ყოველთვის მოძრავია და მეორე დღეს ყოველთვის პეტროპავლობის მართვა იციან და ეს თავკავთობაზე ადიან კავთის ძელადვისადგომია და კავთობა არ ინიშნება განსაკუთრებით კავთის ხევში და მიმდებარე სოფლებში და ლეკიანობის დროს ესეთი დრო იყო შემოსევები იყო ძალიან აქტიური მაშინ უკვე ვეღარ მიდიოდნენ იმიტომ რომ საშიში იყო იქ ლოცვა და თვითონ კავთის ხევშიც ააშენეს იგივე ხო პატარა თავკავთის წმინდა გიორგის ეკლესიას ონოფრიანტ ეკლესიასაც ეძახოდნენ იმიტომ რომ ის პირველი ჩვენი გვარის დამფუძნებელი იქ იყო ასე ვთქვათ მეომარი მღვდლები იყვნენ ჩვენთან მათ ვიცით ჩვენ ისტორიაში რომ მღვდლები ცნობდნენ სადაც საჭირო იყო და ამიტომ ეს ჩვენი პირველი წინაპარიც ასე მეომარი მღვდელი იყო და შემდგომში ეს გარკვეული შტო წავიდა მღვდლების შტო იყო და სხვა შტოებიც შესაბამისად და დღეს აი დაახლოებით ბოლო აღწერა არ მინახიათ გვარების დეტალიზაცია მალე იქნება ხელმძღვანელმა და ბატონმა გოგიტამ და ყველა ნახავთ რომ გვარები რამდენი არიან ამ ბოლო აღწერის მიხედვით და ბოლოშეული ნახოს რეგისტრირებული და გეოგრაფიულად სათარი განლაგება ის ნახო შესაძლებელი რამდენი სული რომელ ქალაქში არის და ეს კარგია რომ ჩვენ უფრო ზუსტი ინფორმაცია რამდენიმე ფერში ყველა გვარს ეწოდინება პრინციპში კავთისხევი საკმაოდ დიდი სოფელია კავთისხევი თვითონ დიდი სოფელი ხა იქ რამდენიმე ესე იგი 10-12 ეკლესია დიდის და პატარაც თვითონ სასაფლაოებიც ეს სოფელს ვაკვირდები ხოლმე ყველა უბანს თავისი რეალური კავთისხევი არის პატარ-პატარა სოფლების გაერთიანება ის თქვათ სხვადასხვა სოფლების სახელი და ეგზაქტი არის იქ შუაუბანია თვალადია ეს ყველა ესენი შედის დინარე კავთურა მთავარი დინარე ერთხელ რომელიც არაჩვეულებრივი უძენი მოყავთ უძენის მოყავთ და საკუთარ კარგი ნაყოფიერი მიწებია ზოგადად ეს ტყვის მარჯვენა სანაპიროზე ზემოთ ვერეკვე მცირე კავკასიონის თემამდე მაგალითად ქვათახევიც იქვეათ ეს სამყარო მონასტერი მეორე ხეობიდან შედიხარ და გეოგრაფიულად საინტერესო ის არის რომ ქვათახევიდან რომ ახვიდებ თაში ზემოთ და გადალახო ჩადიხარ დაახლოებით მანგლისში ანუ იქიდან მანგლისი და ის ხარე პირდაპირ ეს ძველი დილგორის ომების დილგორი იქვე არის ხო დილგორის ომში მაგალითად იმ გარშემო 20 კილომეტრი 30 კილომეტრი რადიუსში ყველა სოფლის ფაფხალის ხეილებიც იბრძოდნენ და წინარე ხელების და სხვა გარშემო სოფლიდან ვისაც დაუძახებდნენ და ხშირად უწევდა ქართლის ერთ-ერთი ეს არის და იქიდან როცა სამხრეთ ჯავახეთი როცა ის შემოდიოდა მტერი და ეს ზეწოლა იყო იმიტომ რომ ის ხალხი გამოდიდა აქეთ სახლდებოდა ქედის მეორე მხარეს და იქაც უწევდა ეს შემოძოლება თუმცა იქ უკვე თა გარკვეულწილად იცავდა ამასთან ძალიან საინტერესო სოფელია თვითონ კავთისხევი ან ბევრი თბილისთან ახლოს არის და ზოგადად კავთისხევი ძალიან ბევრი ნაყოფია ნაცნობი ყავს ან ისტორიულად ან ექსკურსიაზე ყოფილა და ეხლა ძალიან კარგად სხვადასხვა ვითარდება ზოგადად იმ სიახლოვეს და ახალ ქალაქს ეძახი და ეხლა მეფის ქალაქი დაერქვა ახალ ქალაქს კავკასიონის კილომეტრში სადაც მეფეების საზაფხულო რეზიდენცია იყო გადაკეთდა იქ დიდი სავაჭრო
მიზელი გადიოდა და ეს ჩვენ გახურულ 5 კილომეტრში არის და საკმაოდ ძალიან საინტერესოა საექსკურსიო საინტერესოა და მე ის ზედაგზა გადადის უკვე გორის რაიონში ფაქტობრივად და ის ხალი მე იქაც განვითარებული იყო რუსულ ეკლესიებით ძველი ეკლესიებით და ძველი ციხეებით არის ისტორია ახსოვს რომ იმ დროიდან პერიოდმა მოიტანა ისეთნაირად რომ ქართლის ეს მხარე ძალიან დიდი ეკლესიებითა და ახლა ის ქარების რაიონი ხო ძალიან ის არის მაგრამ არანაკლებად არის აი ჯებიდან დაწყებული კლიანად კორამდე ერთი კვატახევი შემდეგ მოგონი მაგრამ გრაკალი მგონი იქეცა უფრო ხო გრაკალის იქეთ ყოველ მხარეს არის მაგრამ ის გაგრძელება ბოლომდე მიდის თითქმის ხაშურის რაიონის ტყუარს გაუყვება რა ფაქტობრივად ის მარჯვენა სანაპირო კლინაცა მეხმარე ბორჯომი და სხვა რაიონი და სხვა ასე რომ ეს გვარისის ჩვენ გვარში რა ვიცი ყველა არის რომელიც საუკუნიდან მოდის გვარი მე-16-დან ეს გვარი არის რამდენიმე ვერსია მანამდე რა გვარის იყო ეს ხომ მაგრამ აღრიცხვული არ იყო და დაფიქსირებული არ იყო ონოფრეს შვილი და ონოფრი ონოფრეს შვილი და რელიგიის დაწება იყო სახელიდან დამოვიდა და მე განშტოებებით უკვე სხვადასხვა ერთი 5 წუთი გაქვს უთხარი თქვენ გვარს რა გეხარდებათ ჩვენ გვარს პირველ რიგში რა თქმა უნდა როგორც ყველა გვარს უსურებ წარმატებებს ყველაფერი იმ ამბავში რომ პირველი გამრავლება რა თქმა უნდა ძალიან მცირედი აბარა დამწოდა 170 120 ცოტა არის მაგრამ ერთი კი არის რომ მიამაყება იმით რომ გვარში ეს ახალგაზრდობა ეხლა ახალი თაობა რომელიც მოდის ძალიან განვითარებული ძალიან ალბათ ეს ჩვენი ქართველი ერის წინაპრებიდან ასეთია და დაჯილდოებული ვართ რაღაც გამორჩეული ქონებითაც, ჭკუითაც ყველანაირად და კარგი განათლებას ღებულობენ, სწავლა-განათლებას. მე კი უსურვებ რომ ურთიერთსიყვარული პატივისცემა ქონოდეთ, სიმდაბლით იყვნენ, რა თქმა უნდა რომ აი ეკლესიები ახლა ჩვენთანაც ორი დიდი ეკლესია აშენდა კორნაში, სოფელი გორნათყობელის რაიონში, წმინდა გიორგის სახელობის იქაც ხოლო ძალიან ეკლესიებში საეკლესიო ასე ვთქვათ წიგოლოცებს ესწრებიან და ძალიან კარგია და მეამაყება რომ ასეთი კარგი ახალგაზრდები მოდიან ასეთი კარგი შვილები პატარები იზრდება და ეს ახალი თაობა ხედავს ყველაფერს ამას ვინაყავდა და მე სულ имас ვამბობ რომ და ვეუბნები ყველა შეხვედრაზე ჩვენ გიორგობას ვიკრიბებით როგორც 23 ნოემბერს და მაშინაც 23-ში გიორგობას დაულოცა პირველი გვარი დალოცვა მოხდა გელათში ეს იყო ბატონო ჩემო მაშინ მეუფე კალისტრატე დაულოცა 2008 წლის 23 ნოემბერს და შემდგომში ახალ ჩვენმა უწმინდესმა უნეტარესმა ზგარტასულმა ილია მეორემ დალოცა აქ 6 მაისს დაგლოცეს უკვე ჩვენი გვარი დალოცა შემდეგ შეიქმნა გერბი შეიქმნა რა თქმა უნდა დროშაც და გვაქვს ასეთი რამე არ გამოჩნდება რომ დაამთავრა გადაცემა მივიტანე და მე შემდგომში სამს უსურებ ისევ და ისევ რომ ჩემი გვარის და ასევე ბატონი დავითის გვარის და ყველა გვარის წარმომადგენლებს რომ იყვნენ ერთმანეთსადმი დიდი სიყვარულით პატივისცემით ესწავლობდა ერთიან გაბრწყინებულ საქართველოში ეცხოვროთ. ანა დიდი მადლობა. ადრე ძველ დროს ხალხს ჭადზე იყვნენ და სოფლის მასე ეხლა მაბადიეთა იმდენი რამეა, მაგრამ ამ შვილების გაჩენა არ უნდათ. არ უნდათ შვილები, მომავალი თაობა. ერთი ბავშვი თუ გააჩენეს მაბადიეთა, სამზე ნაკლები არ უნდა ხავდეს რომ გამრა მატებაში სამი მეუღლე ერთი თქვენ და ორი ხართ უკვე და თუ მესამე არ გააჩინე არ გამოარაფეთ ძალიან მადლობა სიამოვნებით მიმართავ ოლოფრიშვილებს მოგესალმებით ყველას მინდა აქედანაც გითხრა და ისედაც შეგატყობინებთ თუ ახლოს პერიოდში გეგმავთ რომ მომავალ წელს გვარის დალოცვიდან გადის 15 წელი რომ სერიოზულად დავუნიშნოთ და უმცროსი თაობა, საშუალო თაობა, უფროსი თაობა ყველამ ერთად
დავგვიგმოთ ეს ღონისძიება, მომავალ წელს ჩვენი გვარი დაელოცა 10 ივნისს 2012 წელს ავტობას ვამხობთ ჩვენი მთავარი დღესასწაული, რაზეც ვილაპარაკე და მომავალ წელს დაახლოებით 13-14 ივნისს იქნება, მაგრამ ჩვენი 10 ივნისისთვის გვექნება ორიენტაცია და ყველა შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ დავუნიშნოთ ჩვენი გვარის წარმოშობა და ერთად ვიზეიმოთ გვარის დალოცვა. ასევე ყველა გვარს, რა თქმა უნდა, გვარს ბატონო ირაკი თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, რომ ბევრი გვარი ჯერ არ დალოცილა, არის ესეთი გვარები და ალბათ გარკვეული შეკავშირება მათაც და 20 ნაკლებად. 25-26,000 გვარი არის ქართული გვარი საქართველოს. ამიტომ თუ 7,000 გვარები რეალურად მოიდომებენ, ეს თავისუფლად შესაძლებელია თქვენ მოგმართონ. რა თქმა უნდა, ჩვენ და გრძელდება გვარის დალოცვა, რა თქმა უნდა, შიო მესამე აგრძელებს გვარის დალოცვას. აუცილებლად ისევე როგორც ნათლობას ბავშვებისას, მიანეურეს დაწყებულ საქმეს, ჩვენც ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, გვარებს გავუმზადებთ, მივიყვანთ ყველაფერს უკეთებთ და ხოლო რაც შეეხება დალოცვილი გვარი, ვალდებული არის წელიწადში ერთხელ აუცილებლად შეიკრიბოს სამების საკათედრო ტაძარში დალოცვის დღეს თუ არა, ისე შეარჩევს ერთ დღეს და აუცილებლად ჩადარდება პარაკლისი, ჩადარდება ყველაფერი ჩვენს დავესწრებით ამ შეგრებას და რა ვიცი, ან მითითებებს მივჩენთ და რაღაცას დავესალმურებით. ეხლა შემოვიღეთ, რა ვიცი, გვარს თავისი გერბი, სიგელი, თავისი ყველაფერი აქვს და მეგონი ტრადიციულად უკეთესობისკენ მიდის რაღაცეები. ისე რომ ძალიან გთხოვთ, ჩავერთოთ, მივართეთ 3-4 წუთი გავხთ ვიდეო თუ რამე. არა, ზიანობაში ეს არის აღარ გადავიდე. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ყოველ ორშაბათს ასე ჩვენ ჩაწერას ვაკეთებთ, ხოლო სამშაბათს 10:00 TV ქართულზე ხვალისთვის ნახავთ ამ გადაცემას, რასაც დღეს ვწერთ და თუ რამე შეკითხვები გინდათ, ან გვარი არ არის დალოცვილი თქვენი და გინდათ გაარღვიოთ, უდიდებული არის ტელეფონები ახლა ჩვენს გადაცემის დროს, შეგიძლიათ დარეკოთ და თქვენ თვითონ დაინტერესდეთ თქვენი გვარით. სახელები იცვლება, გვარი არ იცვლება და მე მგონი უნდა გიამაყებოდეთ თქვენი გვარი და სირცხვილიც არის, მოკლე ისტორია მაინც არ იცოდეთ თქვენ გვარზე. დაგლოცოთ უფალმა, დიდი მადლობა სტუმრებს, დიდი მადლობა თქვენ რომ ვიყურებთ და გვისმენთ და უფალი იყოს თქვენი ფარველი.